პატივცემულო ტელემაყურებლებო, ესეთი აზრია შექმნილი, რატომღაც მართლმადიდებლებს უქმნიან ესეთ აზრს, რომ თითქოს თუ ხარ ქრისტიანი, მართლმადიდებელი, მარხულობ, ლოცულობ, კეთილსაქმეებს აკეთებ, რა გინდა პოლიტიკაში? რა გინდა ხელისუფლებაში? დაეტიე შენთვის შენ ოჯახს მიხედე, გლეხი ხარ მარგლე, ხანა ვენახი გასხალი, ხელოვანი ხარ იმღერე, იცეკვე, რა ფილმებსაც ესე ვთქვათ მიგიწვევენ ისი თამაშე, მოკლედ სულ სხვის დუდუგზე დაკვრა უწევთ, ასე ვთქვათ, ნიჭიერ ხალხს, ტალანტიანს, მერთისგან დიდრებს სულიერად. მე კი გეტყოდით, ჩემო ძმებო და დებო. ბატონი ნიკოს ამ ნათქვამა კიდევ ერთხელ შემახსენა მეც და ამისთვის დიდ მადლობას გიძღვნით თქვენ და მინდა მეც პირადად თქვენ შეგახსენოთ, მეგობრებო, ქართველებო, ვისაც გული გიძგერთ ერის სიყვარულისთვის, გიყვართ უფალი ჩვენ იესო ქრისტე, ძალიან გთხოვთ, გამოფხიზლდით, ამოუდექით მხარში ერთმანეთს, სადაც დაინახავთ ნიჭიერ ქართველს, კი არ გათელოთ, არამედ პირიქით წინსვლისთვის მოეხმარეთ და დავირაზმოთ ერთად და ვაკეთოთ ის საქმე, რითაც ჩვენი ერი აყვავდება და ფეხზე დადგება და წინსვლა ექნება, სულიერიც, მატერიალურიც. რა უნდა გვჭირდეს ჩვენ ბატონო ნიკო, ვინმე სამათხოვრო, ვინმე დასაცინი, ღვთისმშობლის წილხვედრი ერი ვართ ხალხო, არ დაგავიწყდეთ. ჩვენ მოცემული გვაქვს ეს ამხელა დიდი ტალანტი, ეს ამხელა დიდი უფლება მოსილება, რომ გავახაროთ უფალი და მართლაც პირველთა რიგებში ვიყოთ ქვეყანაზე არა? ეს არ არის აუცილებელი, მხოლოდ სპორტში ვიყოთ ხოლმე პირველები, ზოგიერთ სახეობაში. შეგვიძლია ძალიან ბევრ რამეში ვიპირველოთ, იმიტომ რომ ღვთისმშობელია თვითონ უმაღლესი ქერუბიმთა, უმაღლესი სერაბიმთა, ყველა მთავარანგელოსთა, ანგელოსთა, ყველა ადამიანზე უმაღლესი და განა მის წილხვედრი ერის შვილებს არ აქვთ მიცემული უფლება იყვნენ ძლიერნი სულითა და ხორცით.